მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია სიცილის ოთახი და ეს არის გადაცემა კაიკები. კაიკები, კი ბატონო, კაიკები და რო უთხრა ხალხს, რატო მაინც და მაინც კაიკები. კაიკები, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება 1000 ისეთი ხურობა, რომლის დასრულების შემდეგ ყველა იფიქრებთ ალბათ კაიკა. კაიკა. კი ბატონო, ამბულად სიტუაცია იქნება. დავიწყოთ ხო? დავიწყოთ ხო რა. ჯეირანი ვითამაშოთ. ჯეირანი სამში. ჩინგო ჩანგო. კარგი, მოდი, კუსკუნ დაიწყოს და მე და შევითამაშო ჯეირანი ვინგავი. ჯეირანი. დაიწყოს. კარგი, ბიჭო. მოიც ვინ გაგზელებს ან მე მოვიგე და შენაგზელი. კარგი. კუსკუ დაიწყე? კარგი. მოკლედ. პირველი ჩემი კაიკა. სად ქონდათ სექსი? დიპლომატ ხალხს. ბიბლიოთეკაში? არა, პარლამენტში. არა, პარლამენტში არა. ორეალურ კაბინეტში. ორეალურად, იბატონო, ახლა მე ვაგზელებ. კაიკა. კაიკა. აი, კაიკები, მეგობრებო. ჩემი შემდეგი ასეთი, რატომ არ უყვარს ლელას თავისი ძველი ფოტოები? ლელა ვინ არის? ნუ ლელა. რატომ არ უყვარს ლელას თავისი ძველი ფოტოები? ნუ წინასწარ შეგახსენებთ მეგობრებო, რაღაც სახელებს დავასახელებ და არავის არ ვეხებით, უბრალოდ ხურობა ჭირდება ასე. რატომ არ უყვარს ლელას თავისი ძველი ფოტოები? იმიტომ რომ მაშინ Facebook არ იყო. არა. ნაშოში იყო. რატომ არ უყვარს? იმიტომ რომ ადრე ლელა გელა იყო. პირველი ჩემი. კაიკა. ნეკროფილი მორბის თანამშრომლის სიტყვები რა იქნებოდა მიმღებში? ცივი მოიდანეთ. ცივი. ისე? ახალი პარტია მალე იქნება? კაი. ისე? კაიკა. კაიკა. კარგი, ჩემი ესეთი. შემდეგ გადაცემაში ერთი ადამიანი მეყოლება, ვინც გაიმეორებს ამ ფრაზას. კაი. მე ძალიან პროდუქტიული ხალხი. Hello, it's me. ზოგადად პატარა ჭაფონდა. ისმენ? კარგი, ჩემი მეორე კაიკა. ძალიან უსწრობებით ვარ, მე მოსული ვარ. არა უშავს. არა უშავს, გაგიგებე. რას ეძახიან სექს მუშაკების კვაზნიას? პასუხის გაცემა არ მინდა. რას ეძახიან? ორგია. ორგია. კაიკა. ეს ხდებოდა აქ უეჭველი უდოდა კაიკა. ჩემი შემდეგი. რა გვარი იქნება ხავი ერნანდესი, რომელმაც ნებისმიერი ის მოიგო რა საფეხბურთო თასი. ხავი ერნანდესი, რომელმაც ნებისმიერი საფეხბურთო თასი მოიგო. ხავთასი. აი. წავარა. გისმენდიო. რა იქნებოდა კათარზისის თანამშრომლის ფრაზები მას შემდეგ, რაც დილიდან კათარზისის მომხმარებლების რიგი არ წდება? კათარზისი რა? სადაც ჩემები დაჭმევიან და რა უდო. კათარზისი არის? არ ვიცი რა. აუ, მე მიგიყვანე. ხო, რა იქნებოდა რა? კათარზისის თანამშრომლის სიტყვები მას შემდეგ, რაც დილიდან რიგი არ წდება? აუ, მე სამაქვს ვაზო. აი, კათარზისია? კაიკა. კაი, კათარზის. აი, ახლა ჩემი, ხო? ვა. რა ერქიმეოდა დარტანიანს საქართველოში დაბადებული? დათო. არა. მგვალტანიან. მსგავსებული გახურდა. სად დაკარგა პროქტოლოგმა მანქანის გასაღები? მე და პაციენტის ოპერაციის დროს პაციენტის ხო? არა, პასუხი მარტივია, სამსახური დარჩა კაბინეტში. ზეცოდი არაფერი. დიშკაიკა. აი, იყოს ეს. როგორ იმართლებს მამაო თავს, რომელიც 2025 წლის პრადოზე ზის?
ასა ბოდიში ბამბავებთ. იგი არაფერი 200 ვირი ძალა. ზვირი. ისმენ კარგი, კიდევ ერთი კაიკა, ცუდი კაიკა. რა ქვია დაბანილი მეძავს? ოჯახის გალი? ოჯახის გალი. არა, კარგი ოჯახის გალი. აბა რა ქვია? სუტაბოზი. აი, ეს იმსახურებ. აი. აბა რას ამბობს იმერელი ქალი, რომელსაც თითი ჩაყვა ბლენდერში? ბლენდერ. ავატრიოთი. ქედა ბლენდერი. ისეთი იბადო. შემდეგ სად წავიდოდა ლატენტური გეის ამოგზაუროთ. ტანგანიკაში. ტაილანდში. ეს და ვაზრობ კაი კონდაკიეთ. კაია. კარგი, ახლა ჩემ ხო? რა ქვია ღმერთს, რომელიც სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება? რამაერი ის შემოგზაურია. არა. პირადული არაფერი. ღმერთთა პირადული არაფერი. ზევსის ბონუსი. კარგი, რატომ არ ჩამოდის ლაშა ტაილანდიდან? თორჩო სქესიკა შეიცვალა? არა. გავში რაღაცა, არა? იმიტომ რომ ლაშა უკვე მაგარი დაშა. მეგალდელეს უგავართ? მე არ დამიწვია. არ ვიცი, მე ფსეიქნება. არა, მეხუთე, ჩემი მეხუთეა. რა საერთო აქვს აბიტურიენტს და თოხს? აბიტურიენტ ჩემთან კავშირშია, მაგრამ რა. ორივე სულხატქონები. რომერ ჩააბარეს. აბიტურიენტს ვერ ჩააბარა, ორივე ტანაში მიდის. კი ბატონო. ანაში, აი. იონა ცოტა მიკროფონთან რომ მოიწი. აუცილებელია? კარგი. ისმენ ჩვენი სპონსორი შესაძლოა გახლავთ. რაი სპონსორი? ჩვენი სპონსორია. ოთახი. რა ქვია ყოფილ რანერს, რომელიც ახლა გოთია? გოთრანერი? არა. არა, სუპერჩი ზარზე. გოთვერანი. კარგი, მე მაქვს ასეთი შემდეგი. რატომ არ უნდა მიაწოდო iPhone 16 სიგარეტი? არასრულოვანია? თითქოსაც არა. რა განსხვავება დეპრესიასა და ჩართულ განათებას შორის? განათება ჩართული გვაქვს, მაგრამ აზრი არ ვარ. განათების გამართვა შეგვიძლია. დეპრესიას ვერ მამადია. კაიგა. ვის დეპრესიაში ხართ, შეგვეხმია და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ასევე სპონსორები შეგვიძლია. აუცილებლად უპასუხოთ არ დაგდოთ არავის. აი, მოკლედ, რას უმღერიან 90 წლის გარდაცვლილ ბებოს, სადაც 500 ყვავილი დაგროვდა. ყვავილების ნამქერი. რა ნამქერი? ყვავილების დედოფალა, საყვარელო ბებია. ჟონდოდა გადამივლია. რა ქვია სოფლის Wi-Fi-ს? სახელები ხო აწერია რაღაც Wi-Fi-ს და რა ქვია სოფლის Wi-Fi? სტანგერს პლიუ. არიჭებს. კეთესინო ვაჭოფოს. ეს ჩვენს მისამები. ჯგერბო. მე შვიდე მაქვს უკვე. კი ბატონო. კი ბატონო. რა ქვია შავკანიანს, რომელიც თვითმფრინავს მართავს? აი ზოგს რა ქვია, ზოგს რა ქვია. პილოტ. აი. დიდი აბა პუსკუდის. რას მღერის უზიანი კაცი? უზიანი კაცი.
ვიცი მაგრამ არ მახსოვს. გაგუა ეს მე რა არა მალე ჩვენს გემიმართები გადლობთ რა უნდა ზოოფილ ავთუნას? სათამაშო დათუნა არა ბათურა ბათურა იდეა ბა ერთი დავრიდე რა ქვია თვითმფრინავის მძღოლს რომელსაც დალევა უყვარს გელა პილოტი რა ფაკულტეტზე ჩააბარა ატეხილმა ვასიკო? ზოოფილი ხო იყო არა არ პროსტა ატეხილი იყო სასოფლო სამეურნეობა არ იქნება რა კაცი გამოძა ფსიქოლოგიაზე ფსიქოლოგია გვაშევდები აი ვიტყვი რა ქვია ადამიანს რომელიც სიზმარში ბედნიერია და რეალობაში წვალობს ყველა ასეთია ზირთარა ყველა ცხოვრება წვალება მიულების აუ არის სპარის თანამშრომელი რესპექტ ყველას სტუდენტი გავხდები მალე და დავიკავშირდეს კარი მეც მიულემა რო თქვა ისა რა ქვია საჩაბარა რაღაცა მსგავსი მაქვს რა რას ასწავლის ყოფილი მეძავი სკოლაში ყოფილი მეძავი სკოლაში რა სკოლაში მოხდა მაგის თვე დაანება ამ თავი პროფესიას არა სექსოლოგია ხელოვნებას მუსიკას არა ფუს კულტურა აი რატომ ეს რეჟ მაგარი რატომ გამირბისე რატომ დაშორდა გოგონას ტინდერზე გასწნობილი არა რატომ დაშორდა გოგონა ტინდერზე გასწნობილ შეყვარებულს სხვა უჩ ანუ he was like sakbadiko but what the fuck ვიცით ალბათ ეს ვიდეო გამოჩნდება აუცილებლად ანუ kind of suck my dick like and I was just like what the fuck man what the fuck man რომელ ერთ სიტყვას ვიყენებთ როდესაც ფული გჭირდება 18% ის დედა ბატონო ჩამომძახეს რა ვთქვა ვერ გაიგებთ აქ მიკროფონი ჩამომძახეს დაგჭა შენ კიდე მე მოურჩი მაგალითად მოურჩი ჩვენ და აი ეს მოურჩი მაშინ რეზერვში ყოდა მაგალითად ძალიან ძილის დრო აუტელეფონი ეს ოჩული პირველი გადაცემა ხო? ხო, პირველი, ასე ვთქვა, სასტელი, ხო, სასტელი და თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარი და გამოიწერეთ არხი რაც თავარია. თუ არ მოგეწონათ, არხი მაინც გამოიწერეთ. აუცილებლად. და შემდეგში ალბათ გვეყოლება სტუმრებით შევისვლით ადგილსაც. როგორც ვიაქტიურებთ მაგის მიხედვით. დღესაც გვინდოდა რომ გადაგვეღო პლაჟზე, მაგრამ გაგვიწვიმდა სამწუხაროდ. ამიტომ ზღვაღერო ძალიან მეზრო არ გამოგვიდეს სევდიანი. არ გამზადებოდ. აი ახლა გამოიწერეთ არხი რა ხო ძალიან ხო. აპლოდისმენტები დავით